რას ხედავენ ადამიანები გარდაცვალების წინ? ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის საინტერესო თემა, რადგან ხშირად დასმულა ჩემს პრაქტიკაში ეს კითხვები. რა არის პროცესი? ენერგეტიკული დაშლა, სულის გამოსვლა და ზღვარის გადაკვეთა და წინარე გამოცდილება. სიკვდილი როგორც სულიერი გადახვევა და არა დასასრული. სიკვდილი არ არის არარსებობა. ის არის გარდამავალი რიტუალი, სადაც ენერგია იცვლის ფორმას, სხეული იწყებს დაშლას და სული იწყებს საკუთარ საწყის პროცესთან დაბრუნებას. ძველი ეზოთერული ტრადიციებით სიკვდილი სულაც არ ნიშნავს ფიზიკურ გარდაცვალებას ან სიკვდილს. ეს არის ერთგვარი ფარდის გაწევა ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლა კი შემდგომ. და ნახეთ, ალბათ საინტერესოც იქნება თქვენთვის თუ რა ხდება ენერგეტიკულად გარდაცვალების წინ. გარდაცვალების პროცესში იწყება ენერგეტიკული სისტემის, აურა, ჩაკრები, ეს მბრუნავი ველები, რომელიც ჩვენი სხეულის გარშემო ბრუნავს, თანმიმდევრული გათიშვა. პირველი დავიწყოთ ახსნა იმითი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს. ფიზიკური მექანიზმების შენელება, გულისცემა ნელდება, სუნთქვა ღრმავდება და იყინება ტვინის ელექტროაქტივობა, რომელიც ბევრ პროცესს ცვლის მერე უკვე სხეულში. მეორე, ეთერული სხეულის დაშლა იწყება. ეს არის ენერგეტიკული რუკა, რომელიც აკავშირებდა სხეულს სულთან და მის დაშლის პროცესთან ახლავს სითბოს დაკარგვა, ოღონდ ზუსტ და კონკრეტულ წერტილებში. სხეულისგან გამოსული სინათლის ეს პატარა მინი აფეთქებები, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის შესამჩნევიც კი არის, იწყებს გარეთ გამოსვლას. მესამე, აურა თეთრდება, ან ცისფერფრად გაიბნევა ჰაერში. აურა იწყებს გამოყოფას ცისფერი, იისფერი ან თეთრი ველების სახით ამ ენერგიისას. და ინდივიდის ცნობიერების დონიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ამ ფერთა გამა. რას ხედავს სული საერთოდ გარდაცვალების წინ? ბევრი ვისაც კლინიკური სიკვდილი გადაუტანია, ადამიანები ერთნაირად აღწერენ გარკვეული შაბლონების არსებობას. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი შაბლონია პირველი შუქი გვირაბის ბოლოს. ეს არის არახაზოვანი სივრცის გაჩენა, სადაც ცნობიერება იწყებს მოძრაობას შუქისკენ. ეს შუქი არ არის ფიზიკური, ეს არის სულის მონადის კოდის გამოღვიძება. მეორე ასეთ დროს ცნობილი შაბლონია გარდაცვლილი ახლობლების ხილვა და ხშირად ახსენებენ გარდაცვალების წინ, რომ ისინი მათ ხედავენ. ძველი სულიერი მეგზურები ან ოჯახის წევრები მოდიან სულიერად, რომ დაეხმარონ გარდასვლაში. ისინი არ საუბრობენ ენით, სიტყვებით, ისინი გადმოსცემენ უბრალოდ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ენერგეტიკულ ბგერებს მხოლოდ და მხოლოდ. მესამე შაბლონი არის ცხოვრების გადახვევა წამებში, სადღაც უკან, წარსულიდან და ეს არ არის კადრები, ეს არის ემოციური სინთეზი. ადამიანი გრძნობს, რა იგრძნო სხვამ მის გამო, რა დატოვა ან რა ვერ თქვა მან. მეოთხე შაბლონი ეს არის არჩევანი. ზოგი გრძნობს, რომ არჩევანი აქვს დარჩეს თუ წავიდეს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა მისი დრო ჯერ არ არის ამ ქვეყნად დასრულებული. ნახეთ, ამის შემდგომ იწყება სულის დატოვება სხეულისა და სულის გამოსვლა სხეულიდან შეიძლება მოხდეს რამდენიმე გზით. პირველი ეს არის ესე ფეთქებადი გამოსვლა, სწრაფი განთავისუფლება, ხშირად მოულოდნელი სიკვდილის დროს ხდება ეს. მეორე არის ცოტა ესეთი სრიალით გამოსვლა, ანუ რბილად გამოდის, ცოტა ხვეულად სხეულის ზედა ნაწილიდან, განსაკუთრებით შუბლის ან გულმკერდის არეთან. მესამე არის ვერტიკალური ამოსვლა. იშვიათად ხდება ეს, მაგრამ ეს არის ზედა თხემის შრე და მისი ნაწილი. მასთან ახლავს სიმსუბუქის, სივრცის გაფართოების ან დროის გაქრობის შეგრძნება. ასევე არსებობს სულიერი გადასვლის ფაზები. ეზოთერიკაში ცნობილია როგორც მაგალითად ეთერული ხიდი. ეს არის გადმოსვლა სხეულისგან განსხვავებული რეალობით. მეორე არის შუალედური სივრცე, რომელსაც ბარდო ქვია სახელად. ეს არის მოგზაურობა არაცნობიერ შრეებში. მესამე არის სულების დარბაზი, შეხვედრა მეგზურებთან და ასევე მსჯელობა გარკვეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. მეოთხე არის კოსმიური შეფასება, ანუ არა სამსჯავრო, არამედ ანარეკლი.
თუ რა მოუტანა მან ამ სამყაროს და სამყარომ რა მისცა მას. მეხუთე ეს არის გადაწყვეტილება, დაბრუნდეს თუ არა, რეინკარნაცია, ან უფრო მაღალ დონეზე შემდგომ გადასვლა. ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, ასაც ვიტყვი, მაგრამ საერთოდ როგორ უნდა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. სიკვდილის მომენტი არ უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს დღე დადგება ჩვენ ცხოვრებაში. ის უნდა იყოს ცნობიერი, მიღებული და გახსნილი ჩვენთვის. მზად ყოფნა ნიშნავს, რომ დავასრულოთ დაუმთავრებელი და ვთქვათ, რაც სათქმელია. ვაღიაროთ ის, რომ სიკვდილი არის დაბრუნება იქ, საიდანაც ჩვენ მოვედით. რადგან სიკვდილი არ არის წერტილი და ის არ არის კარი, სადაც მოლოდინში დგანან ისინი, ვინც თქვენ გიცნობთ სინათლის წყაროდან. არა, სული ტოვებს სხეულს არა მარტო ბუნებრივად, არამედ ხშირად სრულიად მოულოდნელადაც კი. და ის როგორც კი აღმოაჩენს, რომ მან გამოცდილება მისი აქ ამოწურა, შეიძლება უსწრაფესადაც კი დადგეს დღის წესრიგში და მათთვის ვინც აქ რჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილი შეიძლება ძალიან ბევრჯერ ვიხილეთ სხვებში, რომლებიც წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ სიყვარულის ძახილი სხვა სიბრტყიდან დროებით უმეტყველოდ ზუსტად ესე შეიძლება ჟღერდეს ეს ყოველივე, როცა მათ ვუყურებთ და ვგრძნობთ, როცა დანაკლისებს განვიცდით, როცა იმას ვფიქრობთ, თუ რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო. ნახეთ, ყველა ჩვენგანის გზა მაინც საბოლოოდ ამ დასასრულისკენ მიემართება. მთავარია სწორად აღმოვაჩინოთ და შევიყვაროთ ჩვენი, როგორც საწყისი, ასევე მისი დასასრულიც. და მზად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე მასზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ცნობიერად უნდა გავიაზროთ ეს ყოველივე, რათა აქ შევასრულოთ ჩვენი მისია.